იანვარში ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი მონაცემებით წინასწარი შეფასებით 2025 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 11.1% შეადგინა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. ამასთან საქსტატის მონაცემებით კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო მოპოვების მრეწველობის სექტორში. მონაცემები შეაფასეს გორში რიგითმა მოქალაქეებმა. გამოკითხულთა ნაწილი თვლის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, მეორე ნაწილი კი ამბობს, ეკონომიკის ზრდა არ ასახულა მოსახლეობაზე. საქსტატის მონაცემები ძალიან საეჭვო დასაცულია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყველა ვხედავთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რამდენად პრობლემებია როგორც ეკონომიკაში, როგორც ასევე ნებისმიერ სფეროში, რო ვთქვათ, იმიტომ რომ საზოგადოებას ვერ მოვატყუებ. აბა რა გითხრა? არ ამგონია. რა 11, რის 12. სინამდვილე უნდა ეთქოს ყველაფერია. ხალხს არ ეთყობა. გაიზარდა რომელია, გაიზარდა რომელია. ძალიან გაიზარდა, ხალხს უჭირს. ვეღარ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სურს. რაც არის ეგ არის. არ შეცვლილია მდგომარეობა. ეგრეა, ისე ვისია რა, როგორც იყო არის. მაგაში არა ვარ ძალიან ჩახედული, მაგრამ მაინც და მაინც რო არ უჭირთ ხალხს და რესტორნიდან ვერ გამოდიან ნახევარზე მეტი ხალხი, ეგეც ჩანს. ისე რომ თლაც წყალწაღებული არ არის, როგორც მაგალითად შევარდნაძის პერიოდში იყო, რომ მილიონებს გვაძლევდნენ და კვილის პასტას ვერ ყიდულობდა კაცი და ოჯახი ისთვის რო ერთი პური მიმატანა, მთელი ძალისხმევა მჭირდებოდა. არაფერს არ გაიზარდა. არ გაიზარდა, ვინ მუშაობს, მუშაობს ხალხი ვინ ვინ არ სამსახური მისცა. მუშას რო გინოდეს, მუშასთან მომდაცათ რა და საოცნარად არ ამდარმოდის, რომ არაფერს არ აყო. პაპროცექი დავა ისა და მეტი არაფერი არ ეკო. ეკონომიკა გაიზრდება მაშინ როცა ხალხნები მუშავდება, როცა ხალხი იმუშავებს და აი მაშინ გაიზრდება.